სტამბოლის შეხვედრა მაღალი მოლოდინების გარეშე დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტას მისგან არავინ ელოდა. ასეც მოხდა, თუმცა დასასრულს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმება ჰუმანიტარულ საკითხზე მოხერხდა. კერძოდ, მხარეები ერთმანეთში ტყვეებს კიდევ ერთხელ გაცვლიან. აქცენტი მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცებსა და 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებზე იქნება. ამასთან უკრაინულმა მხარემ რუსულს იმ არასრულწლოვანთა სია გადასცა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან უკანონოდ გაიყვანეს. კიევი მათ სრულ დაბრუნებას მოითხოვს. რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენი დოკუმენტი რუსულ მხარეს, მაგრამ კომუნიკაცია მათი მხრიდან არ ყოფილა. დღევანდელ დისკუსიებზე კი მათ გადმოგცეს მემორანდუმის დოკუმენტი, რის შესასწავლადაც დრო გჭირდება. მეორე ნაბიჯია ჩვენი ხალხის გათავისუფლება. მოვითხოვთ ყველა პატიმრისა და გატაცებული ბავშვის დაბრუნებას. შევთანხმდით კონკრეტულ კატეგორიებზე, კერძოდ ყველაზე პრინციპზე, რაც სერიოზულად დაჭრილ სამხედროებსა და ახალგაზრდა ჯარისკაცებს შეეხებათ. გაცვლითი სამხედროების ცხედრებს 6000-6000-ზე. ეს ჩვენთვის ფუნდამენტურია. მესამე საკითხია ლიდერების შეხვედრა, რადგან გვჯერა, რომ ყველა საკვანძო საკითხი სწორედ ლიდერების დონეზე წყდება, მათ შორის განიხილება სხვა ლიდერების ჩართულობა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს შეხვედრა უკვე ამ თვის ბოლოს. დიდი ხანია მათ ვეუბნებით, რომ ომი უნდა დასრულდეს. ამაში კი მთელი მსოფლიო გვიჭერს მხარს. ჩვენ მოუწოდებთ მათ რეალური მუშაობისკენ. თუ რუსეთი სერიოზულადაა განწყობილი ომის დასრულებაში, მაშინ შესაბამისად იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საერთაშორისო სანქციები უნდა დაეკისროს. ჩვენ რამდენიმე საკითხი გადავწყვეტეთ. პირველ რიგში უკრაინულ მხარეს გადავცემთ 6000 უკრაინელი ჯარისკაცისა და ოფიცრის გაყინულ ცხედარს. ყველა მათგანი ჩვენთან ინახებოდა. ვისი იდენტიფიცირებაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ჩავატარეთ დნმ-ის ტესტი. გავარკვიეთ მათი ვინაობა. მომდევნო კვირაში ამ ცხედრებს ორგანიზებულად გადავცემთ უკრაინულ მხარეს, რათა მათ შეძლონ მათი დაკრძალვა. თუ მათაც აქვთ რუსი სამხედროების ცხედრები, ჩვენც მივიღებთ. ჩვენ ასევე შევთანხმდით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს გაცვლაზე. ყველა მძიმე დაჭრილი, ყველა მძიმე დაავადებული იქნება გაცვლილი ფორმულით ყველას სანაცვლოდ. ეს ჩვენი მხრიდან არის ჰუმანიტარული ჟესტი. ფორმულით ყველას სანაცვლოდ გაცვლილნი იქნებიან 25 წლამდე ასაკის ჯარისკაცებიც. ჩვენ ასევე შევთანხმდით მუდმივი მოქმედის სამედიცინო კომისიის არსებობაზე, რომლის დასკვნის საფუძველზე მხარეები პოლიტიკური გადაწყვეტილებების ლოდინის გარეშე შეადგენენ მძიმე დაჭრილ მებრძოლთა სიას. უკრაინის თავდაცვის მდივანმა რუსულ მემორანდუმში ჩახედვა ჯერ ვერ მოასწრო. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ომის დასასრულებლად საკუთარი პირობები რუსულმა მხარემ უკრაინას სწორედ შეხვედრის დაწყების წინ გადასცა. კიევმა ერთკვირიანი ვადა აიღო დოკუმენტის შესასწავლად. ცნობილია, რომ თავად უკრაინული მემორანდუმის აქცენტი ცეცხლის შეწყვეტაზეა. ამასთან საკუთარ დოკუმენტში კიევი უარს ამბობს სამხედრო ნეიტრალიტეტზე რაიმე სახის ვალდებულების აღებაზე. უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. დოკუმენტი ოდნავ ადრე რომ მიგვიღო, მზად ვიქნებოდით მის პუნქტებზე სასაუბროთ, თუ რამდენად მისაღები ან მიუღებელია ისინი, მაგრამ ის რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ, შესაბამისად იმპროვიზირებას ვერ მივყვებით. დოკუმენტი უნდა შევისწავლოთ, ჩვენი დოკუმენტი კი ღია და რაციონალურია. ის ლოგიკურია და მასში ნორმალური სამშვიდობო პროცესისთვის საჭირო პუნქტებია გაწერილი. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის თარიღად უკრაინამ რუსულ მხარეს თვის ბოლო შესთავაზა. თუმცა მოსკოვი პასუხს არ ჩქარობს. ვიდრე პუტინი ფიქრობს, ზელენსკის ნატოს სამიძე ვილნიუსში მასპინძლობენ. ლიეტუვაში სკანდინავიისა და ეგრეთ წოდებული ბუქარესტის ცხრიანის ქვეყნები ხვდებიან, რათა ჰააგის სამიტისთვის პოზიციები შეაჯერონ. სამიძე მოწვეულმა ზელენსკიმ იმ სპეცოპერაციაზე ღიად ისაუბრა, რომელსაც კიევი პარტნიორებთან ერთად 6 თვე გეგმავდა. ოპერაცია ობობის ქსელი ეგრეთ წოდებულ FSB-ს ერთ-ერთი შტაბ-ბინის მახლობლად დაიგეგმა. შედეგად კი უკრაინულმა დრონებმა 40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. მოლაპარაკებების წინ კიევისთვის ეს პოლიტიკურ უპირატესობას წარმოადგენდა. მოსკოვი საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია. ევროპას ამერიკასთან ერთად რუსეთზე უკეთესი იარაღი აქვს. ჩვენ აგრეთვე გვაქვს ძლიერი ტაქტიკური გადაწყვეტა, ჩვენი გუშინდელი ოპერაცია ობობის ქსელი ამის დასტურია. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რას ნიშნავს დანაკარგები. სწორედ ეს უბიძგებთ მათ დიპლომატიისკენ. და როდესაც რუსეთი საკუთარ თავზე იწვნევს დანაკარგებს ამ ომში, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ უკრაინა იცავს თავდაცვის ხაზს, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ევროპისთვის. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავრწმუნდეთ, რომ დიპლომატია არ არის სარიელი.
ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული ნაბიჯები, მათ შორის პატიმრების გათავისუფლება და გატაცებული ბავშვების დაბრუნება. ყველა საკვანძო საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია ლიდერების დონეზე და თუ რუსეთი ძირს გამოუთხრის ამ საწყის დღის წესრიგს და თუ სტამბოლში შეხვედრები არაფერს მოიტანს, ეს იქნება იმის მკაფიო ნიშანი, რომ ახალი ძლიერი სანქციები რუსეთზე სასწრაფო და აუცილებელია. ევროკავშირის მე-18 სასანქციო პაკეტის სახით იქნება ეს თუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. კერძოდ კი იმ უძლიერესი სანქციების სახით, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი დაგვირდა. სტამბოლში გამართული შეხვედრა ჯერ არ შეუფასებია ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. ბოლო განცხადებაში მას არ დაუმალავს იმედგაცრუება მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარე რუსული თავდასხმების გამო უკრაინის ქალაქებზე. ამერიკის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ გადახედავს სენატორი ლინსი გრემის კანონპროექტსაც, რომელიც 82 მხარდამჭერით რუსეთისთვის სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდა.